გამარჯობა, მე ვარ თათია ქილიფთარი და დღეს ვისაუბრებ შავ ხვრელებზე, როგორც ზოგადი ფარდობითობის თეორიის ამონახზე. დღევანდელი ვიდეო ლექცია მაქსიმალურად გასაგები უნდა იყოს ყველასთვის, რადგან მასში მინიმალურად ვიყენებ ფორმულებს. მოდით დავიწყოთ. კითხვით. რა ხდება, როცა ქვას ზემოთ ვისვრით? ეს კითხვა დაგვეხმარება ინტუიციის გამომუშავებაში. შეიძლება იფიქროთ, რომ სრულად რა შუაშია ეს კითხვა შავ ხვრელებთან, თუმცა ზუსტად ეს კითხვა გახდა საბაბი მათი წინასწარმეტყველების. რა ხდება, როცა ქვას ზემოთ ვისვრით რაღაც კონკრეტული სიჩქარით, ის რაღაც სიმაღლეს აღწევს, მაგრამ ბოლოს მაინც დედამიწას უბრუნდება. თუ მას უფრო დიდი სიჩქარით ავისვრის ზემოთ, ის უფრო მაღლაა, მაგრამ საბოლოოდ მაინც დედამიწას დაუბრუნდება. მოდი ახლა ეს უფრო დეტალებში რო ავხსნათ, როცა ქვას ზემოთ ვისვრით, მას ვანიჭებთ კინეტიკურ ენერგიას, ანუ მოძრაობის ენერგიას. ეს არის კინეტიკური ენერგიის ფორმულა მოცემული, სადაც m არის ქვის მასა, ხოლო v არის ქვის სიჩქარე. სრული მექანიკური ენერგია არის ჯამი კინეტიკური და პოტენციური ენერგიისა და სრული მექანიკური ენერგია არ იცვლება. პოტენციური ენერგია არის ურთიერთქმედების ენერგია ორ სხეულს შორის, ამ შემთხვევაში ქვასა და დედამიწას შორის და ის დამოკიდებულია მათ შორის მანძილზე. როცა ქვას ზემოთ ვისვრით, მისი სიმაღლე იზრდება, შესაბამისად პოტენციური ენერგია იზრდება, პოტენციური ენერგიის ხარჯზე კი კინეტიკური ენერგია, ანუ ქვის სიჩქარე მცირდება. ანუ რაღაც მომენტის შემდეგ ქვის სიჩქარე შემცირდება და ის ნულის ტოლი გახდება, საბოლოოდ ის დაუბრუნდება საწყის მდებარეობას დედამიწას. მოდი ახლა დავსვათ კითხვა. რა მინიმალური სიჩქარე უნდა მივანიჭოთ ქვას, რომ ის დედამიწაზე აღარ დაბრუნდეს, ანუ თავით აღწიოს დედამიწის გრავიტაციულ ველს. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად გამოვიყენოთ ორი ფორმულა. კინეტიკური ფორმულა ჩვენთვის უკვე ნაცნობია, კინეტიკური ენერგიის ფორმულა, ხოლო მარჯვნივ გვაქვს პოტენციური ენერგიის ფორმულა, რომელიც დამოკიდებულია ორი სხეულის მასაზე, ამ შემთხვევაში დედამიწის მასასა და ქვის მასაზე, მსოფლიო გრავიტაციულ კონსტანტაზე, რომელიც მუდმივია და არ იცვლება და ამ ორი სხეულის შორის მანძილზე. როგორც ხედავთ ამ ფორმულაში, მასებით ქვის მასა იკვეცება და საბოლოოდ სიჩქარე, მინიმალური სიჩქარე საჭირო, რათა თავით ავაღწიოთ დედამიწის გრავიტაციულ ველს, გამოისახება შემდეგნაირად, სადაც G, როგორც გითხარით, არის მსოფლიო გრავიტაციული კონსტანტა და არ იცვლება, M ამ შემთხვევაში არის დედამიწის მასა, ხოლო R არის დედამიწის რადიუსი. კიდევ ერთხელ გავამახვილოთ ყურადღება თუ რას ნიშნავს ეს სიჩქარე. ეს სიჩქარე არის მინიმალური სიჩქარე, რათა თავით ავაღწიოთ დედამიწის გრავიტაციულ ველს. მას პირველ კოსმიურ სიჩქარეს უწოდებენ. ეს ფორმულა შეიძლება განვაზოგადოთ ნებისმიერ ციურ სხეულზე. თუ ამ ფორმულაში ჩავსვამთ ციურ სხეულის მასას და რადიუსს, მივიღებთ მინიმალურ სიჩქარეს საჭიროს, რათა თავით ავაღწიოთ ამ ციური სხეულის გრავიტაციულ ველს. ეს ფორმულა გახდა საწინდარი ძალიან მნიშვნელოვანი კითხვის, რომელიც მე-18 საუკუნეში, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს გეოლოგმა ჯონ მიჩელმა და მათემატიკოსმა პიერ სიმონ ლაპლასმა დასვეს. რა მოხდება თუ ამ ფორმულაში გავსვით მხოლოდ მასას, რომელიც არის მრიცხველში? თუ ციური სხეულის მასას გავსვით, როგორც ხედავთ, მინიმალური სიჩქარეც გაიზრდება, რადგან მასა გვაქვს მრიცხველში. ანუ საჭირო მინიმალური სიჩქარე, რათა თავით ავაღწიოთ კონკრეტული ციური სხეულის გრავიტაციულ ველს, გაიზრდება. მოდი შემდეგი კითხვა დავსვათ. რა მოხდება თუ შევამცირებთ ციური სხეულის რადიუსს? თუ რადიუსს შევამცირებთ, რადგანაც რადიუსი გვაქვს მნიშვნელში, მისი შემცირება ისევ სიჩქარის ზრდას გამოიწვევს. ციური სხეულის მოცულობა დამოკიდებულია ციური სხეულის რადიუსზე. რადიუსის შემცირება ნიშნავს ციური სხეულის მოცულობის შემცირებას. ანუ რო დავფიქრდეთ, ფაქტობრივად თუ მასას ვსდით და ციური სხეულის მოცულობას ვამცირებთ, ამ ციურ სხეულს ძალიან მკვრივს, კომპაქტურს ვხდით. თუ გავაგრძელებთ ამ ციური სხეულის კომპაქტიზაციას, ანუ მასის გაზრდას და მოცულობის შემცირებას, სიჩქარე გაიზრდება და რაღაც მომენტში სინათლის სიჩქარეს მიაღწევს და გადააჭარბებს კიდევაც. რაც იმას ნიშნავს, რომ სიჩქარე, მინიმალური სიჩქარე საჭირო, რათა დავაღწიოთ თავი ამ ციური სხეულის გრავიტაციულ ველს, სინათლის სიჩქარეზე მეტია.
ანუ სინათლესაც არ შეუძლია თავით აღწიოს მის გრავიტაციულ ველს. ასეთ ობიექტებს ჯონ მიტჩელმა შავი ვარსკვლავები უწოდა, რადგან ტერმინი შავი ხვრელი ჯერ შემოღებული არ იყო. თუ ამ ფორმულიდან გამოსახავთ რადიუსს, მივიღებთ შვარცილდის რადიუსს, რომელსაც შემდეგ ვახსენებ. მოდი ახლა ვისაუბროთ აინშტაინის ზოგადფარდობითობის თეორიაზე, რომელიც მან 1915 წელს გამოაქვეყნა. ამ თეორიაში გრავიტაცია არ აღიქმება ძალად. და თუ გრავიტაცია ძალად არ აღიქმება, მაშინ როგორ მოძრაობენ პლანეტები ერთმანეთის ირგვლივ? როგორ გრძნობენ ისინი ერთმანეთის გრავიტაციულ ველს? ეს ხდება შემდეგნაირად. აინშტაინის ზოგადი ფარდობითობის თეორიის მიხედვით, ნებისმიერი მასიური სხეული მის ირგვლივ სიმცე დროს ამრუდებს და სხვა სხეულები ამ გამრუდებულ სივრცე დროის ტრაექტორიას მიყვებიან. მაგალითად, მზე, მასიური სხეული, ამრუდებს სივრცე დროს მის ირგვლივ და დედამიწა მზის მიერ გამრუდებულ სივრცე დროში მოძრაობს. და სწორედ ამიტომ დედამიწა ბრუნავს მზის ირგვლივ. თეორიის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს ერთ წელში კარლ შვარცშილდმა ამ თეორიიდან გამოიყვანა სფერულად სიმეტრიული ობიექტის გრავიტაციული ველის განტოლება. ანუ ეს ამონახსნეს ზოგადად აღწერს სფერულად სიმეტრიული ობიექტის გრავიტაციულ ველს. თუმცა, თუ ამ ობიექტის რადიუსი არის შვარცშილდის რადიუსზე ნაკლები და შვარცშილდის რადიუსი წინა სლაიდზე ვაჩვენე, ის არის ძალიან კომპაქტური, ანუ ის გარდაიქცევა შავ ხვრელად. ანუ შავი ხვრელი არის ძალიან მასიური კომპაქტური ობიექტი და როგორც ვიცით, ძალიან მასიური კომპაქტური ობიექტი სივრცე-დროს ძალიან ამრუდებენ და სხვა სხეულები კიდევ მის მიერ გამრუდებულ სივრცე-დროის ტრაექტორიას მიყვებიან. როგორც ვთქვით, შავ ხვრელს ახასიათებს შვარცშილდის რადიუსი, შვარცშილდის რადიუსით შემოწერილ წილს მოვლენათა ჰორიზონტი ეწოდება. თუ რაიმე სხეული მოხვდა მოვლენათა ჰორიზონტის შიგნით, რაიმე სხეული ან სინათლე, ის შავი ხვრელის გრავიტაციულ ველს თავს ვერასოდეს ვერ დააღწევს. სურათზე მოცემული სხივების მაგალითი რო განვიხილოთ, გვაქვს ლურჯი სხივი, რომელიც არ გადაკვეთს მოვლენათა ჰორიზონტს, შესაბამისად არ იქნება ჩაჭრილი შავი ხვრელის გრავიტაციულ ველში და გააგრძელებს სვლას შავი ხვრელის მიერ გამრუდებულ სივრცე დროში, ხოლო ორი მწვანე სხივი, რომელიც გადაკვეთს მოვლენათა ჰორიზონტს, ისინი ჩაჭრილი იქნებიან შავი ხვრელის გრავიტაციულ ველში და თავს ვერასოდეს დააღწევენ მას. საინტერესო არის ის, რომ კარლ შვარცმა ეს ამონახსნი ზოგადი ფარდობითობის თეორიიდან გამოიყვანა, ხოლო თავად აინშტაინს წარმოუდგენლად მიაჩნდა, არ ჯეროდა შავი ხვრელების არსებობის, რადგან მას წარმოუდგენლად მიაჩნდა სივრცის პატარა მოცულობაში ასეთი მასის ჩატევა, ანუ ასეთი კომპაქტური ობიექტების არსებობა. თუმცა დღესდღეობით შავი ხვრელის არსებობა დადასტურებულია და მისი დეტექტირების სხვადასხვა მეთოდი არსებობს და ეხლა ვილაპარაკებ მისი დეტექტირების სხვადასხვა მეთოდებზე. პირველი მეთოდი არის გრავიტაციული ლინზირება. როგორც აღვნიშნეთ, მასიური სხეული მის ირგვლივ სივრცე დროს ამრუდებს. შესაბამისად, სხვა სხეულები და სინათლეც ამ გამრუდებულ ტრაექტორიას მიყვება. ვიღოთ მაგალითი, როცა დედამიწასა და რაღაც ვარსკვლავს შორის არის ძალიან მასიური სხეული, მაგალითად მზე. თუ სინათლე სწორ ტრაექტორიაზე მოძრაობს, მაშინ ამ ვარსკვლავიდან წამოსულ სინათლეს ჩვენ ვერასოდეს ვერ დავინახავთ, რადგან გზაზე მზე გვეგღობება. მაგრამ ვიცით, რომ სინათლე წრფივად არ მოძრაობს, ის მიყვება მზის მიერ გამრუდებულ სივრცე დროს, შესაბამისად ის ჩვენამდე მოაღწევს და ჩვენ შევძლებთ ამ ვარსკვლავის დანახვას. შავი ხვრელი კიდევ ძალიან კომპაქტური ობიექტია, ის სივრცე დროს უფრო მეტად ამრუდებს, ვიდრე მზე თუნდაც და შესაბამისად მის უკნიდან წამოსულ სინათლეს გრავიტაციული ლინზირების შედეგად ჩვენ დავინახავთ, ხოლო ამ გამრუდებული სინათლის დეტექტირება ხდება და შესაბამისად ეს ერთ-ერთი მეთოდია შავი ხვრელის დეტექტირებისა. შავი ხვრელის დეტექტირების კიდევ ერთი მექანიზმი არის გრავიტაციული ტალღების დეტექტირება და ახლა ამ მექანიზმს ავხსნი. როგორც ვიცით, თუ გვაქვს მასიური სხეული, ის სივრცე დროს ამრუდებს, ხოლო თუ ეს მასიური სხეული მოძრაობს, ის წარმოქმნის გრავიტაციულ ტალღას. ანუ სივრცე დროის გამრუდება სივრცე დროში გადაეცემა. მაგალითად, როცა დედამიწა მოძრაობს, ის წარმოქმნის გრავიტაციულ ტალღას, მაგრამ არა იმ ამპლიტუდის, რომ ჩვენ მისი დეტექტირება შევძლოთ. ანუ უფრო მარტივად რო ვთქვათ, ის ძალიან სუსტ გრავიტაციულ ტალღას წარმოქმნის. მაგრამ თუ გვაქვს საქმე უფრო მასიურ სხეულთან, ანუ კომპაქტურ სხეულთან, რომელიც უფრო ჩქარა მოძრაობს, ის წარმოქმნის უფრო ძლიერ გრავიტაციულ ტალღას და მისი დეტექტირება უფრო მარტივია.
მაგალითად 2015-ში, როცა მეცნიერებმა გრავიტაციული ტალღების დეტექტირება შეძლეს, ეს გრავიტაციული ტალღები წამოსული იყო ბინალური სისტემისგან. ანუ ორი შავი ხვრელი ერთმანეთის გრავიტაციულ ველში იყო ჩაჭერილი. ერთ-ერთის მასა იყო 29 მზის მასა, ხოლო მეორეს მასა იყო 36 მზის მასა. ისინი ერთმანეთის ირგვლივ ბრუნავდნენ და საბოლოოდ ერთმანეთს შეეჯახნენ, წარმოქმნეს 62 მზის მასის შავი ხვრელი, ხოლო დანარჩენი ენერგია სხვადასხვა გზით გამოსხივდა. ერთ-ერთი გზა, გამოსხივების ერთ-ერთი გზა იყო გრავიტაციული ტალღები. ანუ ისინი ერთმანეთის ირგვლივ ბრუნავდნენ და წარმოქმნიდნენ ძლავურ გრავიტაციულ ტალღებს და ეს გრავიტაციული ტალღები გადაეცემა სივრცე დროში. გრავიტაციულმა ტალღებმა ძალიან დიდი ხანი იმოგზაურეს, რათა ჩვენამდე მოსულიყვნენ, რადგან ეს ბინალური სისტემა ჩვენგან 1,4 მილიარდი სინათლის წლით არის დაშორებული. მეცნიერებმა შეძლეს მათი დეტექტირება. და რა თქმა უნდა, შავი ხვრელის დეტექტირების ერთ-ერთი მეთოდი არის მისთვის სურათის გადაღება, რომელიც არც თუ ისე მარტივი მისია. მეცნიერები აკვირდებოდნენ გალაქტიკა M87-ის ცენტრში მყოფ შავ ხვრელს, რომელიც ჩვენგან 55 მილიონი სინათლის წლით არის დაშორებული. ამის განსახორციელებლად საჭირო გახდა დედამიწის ხელა ტელესკოპის შექმნა, ანუ სხვადასხვა ტელესკოპების ერთობლიობა, რომელიც უამრავ ქვეყანაში იყო განთავსებული და მათ მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპს უწოდებდნენ. ისინი დიდი ხნის განმავლობაში ააგროვებდნენ მონაცემებს, ანუ დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ M87 გალაქტიკა M87-ის ცენტრში მყოფ შავ ხვრელს და საბოლოოდ ამ მონაცემთა ანალიზის საფუძველზე მოხერხდა შავი ხვრელის სურათის აღდგენა. მოდი ახლა კითხვა დავსვათ, თუ შავი ხვრელი არის შავი, ანუ მისი გრავიტაციული ველის დაძლევა სინათლესაც არ შეუძლია, მაშინ რას ვხედავთ ამ სურათზე? როგორც წინა სლაიდებზე ავხსენი, იმისთვის რომ სინათლე ჩაჭერილი იქნას შავი ხვრელის გრავიტაციულ ველში, მან უნდა გადაკვეთოს მოვლენათა ჰორიზონტი. თუ სინათლემ არ გადაკვეთა მოვლენათა ჰორიზონტი და უბრალოდ ახლოს ჩაუარა შავ ხვრელს, ის შეიცვლის ტრაექტორიას, იმოძრაობს შავი ხვრელის მიერ გამრუდებულ ტრაექტორიაში, მაგრამ საბოლოოდ თავს მაინც დააღწევს მას. ანუ იმ სურათზე, რომ ვხედავთ სინათლეს, რეალურად არის შავი ხვრელის ირგვლივ მყოფი ძალიან ცხელი ნაწილაკების გამოსხივებული სინათლე, ანუ აკრეციული დისკისგან, მას უწოდებენ აკრეციულ დისკს, გამოსხივებული სინათლე, რომელიც ჯერ არ არის ჩაჭერილი შავი ხვრელის გრავიტაციულ ველში. და 2022 წელს ასევე მოხერხდა ჩვენი გალაქტიკის ცენტრში, ინმის ნახტომის ცენტრში მდებარე შავი ხვრელის საგიტარიუს A-ის სურათის გადაღება. ეხლა რომ დავსვათ კითხვა. როგორ წარმოიქმნება შავი ხვრელი? შავი ხვრელის წარმოქმნის ყველაზე გავრცელებული მექანიზმი არის სუპერნოვა და ეხლა სუპერნოვას ავხსნი. ნებისმიერი ვარსკვლავი არის ძალიან დიდი ბირთვული რეაქტორი, მაგალითად მზე ერთ წამში წარმოქმნის ენერგიას, რომელიც შესაბამისი იქნებოდა 10 მილიარდი წყალბადის ბომბის ენერგიისა. ანუ მზის ცენტრში მიმდინარეობს ბირთვული რეაქციები, რომელიცგან გამოწვეული წნევაც აკომპენსირებს გრავიტაციას. ანუ მზე არ იკუმშება და არც იშლება, ანუ ის არის წონასწორობაში. თავდაპირველად ვარსკვლავის ცენტრში ძალიან ჭარბად არის წყალბადი, დროდადრო ის გარდაიქმნება ჰელიუმად, შემდეგ ნახშირბადად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამ რეაქციის ციკლის ბოლოში იმყოფება რკინა. რკინის წარმოქმნა ფაქტობრივად ნიშნავს ამ ვარსკვლავის სიკვდილს, იმიტომ რომ რკინის დაშლა ენერგეტიკულად მომგებიანი აღარ არის. შესაბამისად, ის იწვევს ამ რეაქციის ჯაჭვის დასრულებას, ანუ რადიაციის წნევა, რომელიც ათანაბრებდა გრავიტაციას, ეხლა უკვე ვეღარ გაათანაბრებს და ეს იწვევს ვარსკვლავის კოლაფსირებას. ვარსკვლავი კოლაფსირების შემდეგ პოტენციურად შეიძლება სამ განსხვავებულ ობიექტად გარდაიქმნას, შეიძლება გარდაიქმნას თეთრ ჯუჯად, ნეუტრონ ვარსკვლავად და ასევე გარდაიქმნას შავ ხვრელად. მაგალითად მზე მის სუპერნოვას შემდეგ გარდაიქმნება თეთრ ჯუჯად. ვარსკვლავი რომ შავ ხვრელად გარდაიქმნას, მისი მასა მზის მასაზე დაახლოებით 20-ჯერ მეტი უნდა იყოს მინიმუმ. ანუ წარმოიდგინეთ, რა კომპაქტურ ობიექტებთან, რა დიდ სიმკვრივეებთან გვაქვს საქმე.
წარმოდგენის უკეთ შესაქმნელად მზე რომ შავხრელად გარდაქმნილიყო, ის ჩაეტეოდა დაახლოებით რამდენიმე კილომეტრის რადიუსში. ანუ მზის დიამეტრი არის 1,4 მილიონი კილომეტრი და ის უნდა ჩაეტიოს რამდენიმე კილომეტრში, 3 კილომეტრში, ხოლო დედამიწა რომ შავხრელად გარდაიქმნეს, ის უნდა ჩაეტიოს რამდენიმე სანტიმეტრში. ანუ წარმოვიდგინეთ, რა დიდ სიმკრივეებთან გვაქვს საქმე და რა კომპაქტური ობიექტებია შავი ხვრელები. ნაწილაკების და ენერგიის დიდი სიმკვრივე სამყაროში იყო დიდი აფეთქების შემდეგაც. შესაბამისად, ლეგიტიმურია დაისვას კითხვა. შესაძლებელია თუ არა შავი ხვრელები წარმოქმნილიყვნენ დიდი აფეთქების შემდეგ. თუმცა, დიდი აფეთქების შემდეგ სამყარო ძალიან სწრაფადაც ფართოვდებოდა და ასე რომ ვთქვათ, ნაწილაკების კონცენტრაციამ და სიმკვრივემ თუ სძლია სამყაროს გაფართოების ტემპს, იქ თეორიულად შესაძლებელია ჩამოყალიბებულიყო შავი ხვრელი და მათ პირველყოფილ შავ ხვრელებს უწოდებენ, მათი არსებობა ჯერჯერობით დადასტურებული არ არის. თუმცა მათ შეიძლება ახსნან სხვადასხვა galaktikების ცენტრში მყოფი სუპერმასიური შავი ხვრელების არსებობა. ლოგიკა არის შემდეგი: თუ galaktikis ცენტრში იმყოფება ძალიან დიდი სუპერმასიური შავი ხვრელი, ლოგიკურია ვივარავთ, რომ ის ძალიან დიდი ხანია ყლაპავს მატერიას მის ირგვლივ, ანუ დიდი ხანია არსებობს და შესაძლებელია ისინი წარმოქმნილიყვნენ პირველყოფილი შავი ხვრელებისგან. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ პირველყოფილი შავი ხვრელების არსებობა დადასტურებული არ არის და საერთოდაც ძალიან ბევრი რამ არ არის დადასტურებული. ამით იმის თქმა მინდა, რომ ეს თემა ღია თემაა და კვლევა აქტიურად მიმდინარეობს. მინდა ჩემი ვიდეო ლექცია კითხვებით დავასრულო, რათა ახალგაზრდებს მისცეს მოტივაცია ამ კითხვებზე პასუხი იპოვონ. მაგალითად ეს კითხვები არსებობენ თუ არა პირველყოფილი შავი ხვრელები, წვლილი მიუძღვით თუ არა მათ galaktikების ფორმირებაში, ახსნის თუ არა შავი ხვრელების არსებობა ბნელ მატერიას, რა ხდება მოვლენათა ჰორიზონტის შიგნით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის და მე დღეს ამით დაგემშვიდობებით. კარგად ვცანდებოდეთ.